მერაბის ჩხუბით მინდა დავიწყო. მათ ვინც არ იცით UFC 320-ზე 4 ოქტომბერს გაიმართება შესანიშნავი ბრძოლა. ძალიან ბევრი მოუთმენლათელი სენთეგენს. პირველი იმიტომ რომ ახალი მეტოქია, მეორე იმიტომ რომ სახალისო ვიდეოებს იღებს და მესამე იმიტომ რომ სტილი ქმნის ბრძოლებს და ამ ჩხუბში ამას უკეთესად დავინახავთ. ამიტომ გითხარი როგორც მწვრთნელი როგორ უყურებ ამ ბრძოლას. იცი მე სენთეგენის დიდი გულშემატკივარი ვარ. ფიქრობ შესანიშნავი სტილი აქვს, სასიამოვნო საყურებელი. ბოლომდე საჩხუბრად გამოდის, ყველა მხრივ შესანიშნავია. ეს ის ბიჭია, რომელმაც დამსახურებულად მიიღო სატიტულო ბრძოლა. მან ყველასთან იჩხუბა. დიდი ხანია უკვე ამ დივიზიონში იმყოფება. ის ერთადერთია, ვინც დასამარცხებელი დარჩა. ერთადერთი და ამავე დროს ძლიერი მეტოქია. ადვილი დასანახია, რომ ის მაღალ დონეზე იმყოფება. შესაბამისად, სათამაშო გეგმის შემუშავება ჩემთვის კარგი გამოწვევაა. შესანიშნავი ორთაბრძოლა შედგება და ჩემი აზრით, მერაბი თავის საქმეს გააკეთებს, სადაც პირველი 2 რაუნდი ჩქარი და სახალისო სანახავი იქნება. მე მართლა მჯერა, რომ მერაბი გააკეთებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა, ოღონდ ამჯერად უფრო სანახაობრივი იქნება. ამჟამად ეს ბიჭი დარბაზში ბოლომდე იხარჯება. ვერც გამოვხატავდა, ვერც სიტყვებით აღწერ იმას თუ რამდენად უკეთესია და კიდევ რამდენად უკეთესი ხდება ამ კემპში. პირი ღია დაგრჩება რომ ნახო. დარბაზში თითქმის ყველა მასზე საუბრობს. ყველა გაკვირვებული ამბობს ეს ბიჭი საიდან მოვიდაო. მერაბის ეს ვერსია აქამდე არ უნახავთ. სიმართლე ისაა, რომ მერაბს მართლა ჯერა, ის ახლა სხვა სტილის მებრძოლია. მერაბი აღარ არის ის ბიჭი, რომელიც აქამდე შენს დაყლას და მიწაზე გადაყვანას მე-1000-ად ცდილობდა. არა, ამჯერად მას შენთვის ტკივილის მოყენება უნდა. შენს დაფინიშებას ცდილობს. ის ახლა ცდილობს შექმნას სანახაობრივი და ამავდროულად გამანადგურებელი ორთაბრძოლა. და მე მჯერა, რომ ამ დაპირისპირებისას თქვენ სულ სხვა მერაბს იხილავთ, სადაც ის უფრო სასტიკი და უფრო სახალისო საყურებელი იქნება. ძალიან ბევრს უნდოდა, რომ სენთეგენსა და ომალის შორის ორთაბრძოლა შემდგარიყო. ამიტომ მკითხავ, შენი გადმოსახედიდან, რომელიც ახლა მერაბ სენთეგენისთვის ამზადებს და აქამდე შონ ომალისთან ორჯერ იჩხუბეთ. რა მსგავსებაა მათ შორის? ეს ბიჭები შენი აზრით ერთმანეთს თუ გვანან? რა აზრის ხარ ამაზე? ო, მოკლედ, როგორც აქამდე ვთქვი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ბრძოლა აქამდე უკვე გქონდა. სტილისტურად თუ შევხედავთ, სენთეგენი ცოტათი განსხვავდება, თუმცა ბევრი საერთო მაინც აქვს ომალისთან. მაგალითად, ორივე მაღალია, გამხდარი და დისტანციაზე მოჩხუბრები არიან. ვფიქრობ, ძალა უფრო ომალის აქვს. ხო, სიჩქარე არაპროგნოზირებადობა და რითმული ცვალებადობა უფრო სენთეგენს აქვს. თუმცა მაინც გრძნობ თითქოს ეს გზა უკვე გავლილი გვაქვს. შესაბამისად, არ მიწევს იმაზე ფიქრი თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას. როგორ უნდა გადავლახოთ ეს წინააღმდეგობა. ჩვენ უბრალოდ გეგმას მივუყვებით. სინდიკატში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რასაც მე პირადად ვაკეთებ, არის იმაზე კონცენტრირება, რისი გაკეთებაც მერაბს ესაჭიროება. იმაზე ფიქრი თუ რა შეიძლება სენთეგენმა ბრძოლის დროს გააკეთოს, ჩემთვის დიდი დაბრკოლებას არ წარმოადგენს. როცა მერაბისნაირ ბიჭებთან მუშაობ, შემხოლოდ ერთი რამის თქმა გიწევს. მიდი ახლა გააკეთე შენი საქმე და ყველაფერი კარგად იქნება. და მერაბიც ისეთი ბიჭია, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მისი მეტოქე, რის გაკეთებას ცდილობს. მერაბი თავის საქმეს მაინც გააკეთებს. აი რას ვაკეთებთ ჩვენთან. მაგალითად, მისი მეტოქე დამაბნეველად მოძრაობს. ცდილობს ანკესზე წამოგაგოს, მიგიტყუოს, ხტომისას მუხს იყენებს, ფეხებსაც იქნებს. მოკლედ, ისეთი ილეთები აქვს, რასაც ის ყველა ბრძოლაში იყენებს. ამისთვის მზად ვართ. კიდევ ერთი რამ მინდა ვახსენო. ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო კემპი გვქონდა, რადგან დარბაზში გვყავს მსოფლიო ჩემპიონები კინგბოქსში, რომლებიც ძალიან დინამიკურები არიან. სენთეგენივი დინამიკური ბიჭები არიან, შეიძლება მასზე უკეთესებიც კი არიან. ყველაფერი კარგად გამოიყურება, იდეალურად მიდის საქმე. შეიძლება ზედმეტად იდეალურადაც, ჯამრთელად და ბედნიერად გამოვიყურებით. ამიტომ მინდა რომ მერაბმა ამ კვირას თავი გაიტეხოს, ან რაიმე სიგიჟე გააკეთოს, რათა დავრწმუნდე რომ ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის. ო, მოკლედ ძალიან ნაცნობი სიტუაცია. თუმცა ჩემი საქმეა რომ დავრწმუნდე ზედმეტად ნაცნობი სიტუაცია არ შევქმნა. და რომ შიმშილი და დრაივი არ დაიკარგოს და ზედმეტად კომფორტულად არ ვიყოთ. თუმცა უნდა ვთქვა რომ მერაბთან ამის შიში არ მაქვს. ჯერ არ შევხვედრი ვარ ისეთ მებრძოლს, რომელსაც მერაბისნაირი დრაივი აქვს. როგორც იცი, სენთეგენი მოდის, რათა მერაბს წაართვას ის, რისთვისაც მან ამდენი იშრომა. ამას კარგად ვიაზრებთ, ამიტომ ცეცხლს არ ვაქრობთ და ვარჯიშს ვაგრძელებთ.
მას ასე თავდაუზოგავად ჯერ არ უვარჯიშია. ამას დამატებული ის ჯანმრთელია, რაც მეტ შესაძლებლობას აძლევს. ის ფაქტი, რომ მერაბი თავის თავში უფრო დარწმუნებულია და ჯერა რომ მას შეუძლია მოწინააღმდეგის დაფინიშება, არის უბრალოდ სიგიჟე ძმაო. როგორც უკვე ვახსენე, ეს კემპი შესანიშნავი იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ გალიაში საუკეთესო სენთეგენისთვის მზად ვართ. და რაც არ უნდა მოხდეს, მერაბი ამისთვის მზად იქნება. სენთეგენი ნამდვილად ძლიერი მოწინააღმდეგია და როგორც უკვე ვთქვით, ბოლო ტოპ მებრძოლია, ვისი დამარცხებაც დაგჭირთ. ამიტომ მაინტერესებს, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი პოტენციური მეტოქე. ამას იმიტომ გეკითხები, რომ ძალიან ბევრს, მათ შორის ჩემს მეგობრებს ჯეიდენსაც სურს იხილოს მერაბისა და პანტოჟას სუპერ ბრძოლა. თუ განიხილება ეს იდეა საერთოდ? შენი აზრი მაინტერესებს. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია. ჯერ მინდა რომ ვიხილო მერაბი როგორ ხსნის ყველა რეკორდს. ვისურვებდი რომ ლეგენდარული კარიერა ჰქონდეს, რომელშიც ვერავინ შეეცილება. ჯერა რომ მას ამის გაკეთება შეუძლია. ზემოთა წონაში ასვლის წინააღმდეგი არც მე ვარ. თუ პანტოჟას ზემოთა დივიზიონში ამოსვლა და ჩხუბი უნდა, არ ამგონია ამაში მას ვინმე მხელი შეუშალოს. იცი 125-ის პრობლემა რა არის? პანტოჟა ისეთი დომინანტური ჩემპიონია, რომ მისი დივიზიონი ჩამოყალიბებას ვერ ახდენს. ზოგჯერ საერთოდ უჭირთ პანტოჟასთვის შესაფერისი მოწინააღმდეგის გამონახვა. ამიტომ ლოგიკური იქნება მისთვის და ასევე ჩვენთვისაც.